მოგესალმებით. ჩვენ ვიწყებთ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომას. დღის წესრიგში კორუმი გვაქვს, ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ. დღის წესრიგში გვაქვს ერთი საკითხი, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანგარიში. კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ. გთხოვთ დღის წესრიგი დავამტკიცოთ. მადლობა. მოხსენებელი ყავს ამავე სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ლექვინაძე, რომელიც წარმოგვიდგენს ინფორმაციას ამ მიმართულებებით განხორციელებულ აქტივობების შესახებ. იმედია გვექნება საუბარი ასევე შემდგომ ნაბიჯებზე, რას გეგმავთ მომავალში ამ მიმართულებით. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი თემა აღნიშნულიც პრინციპში ჩვენ ბოლო კომიტეტები მიუძღვენით ისეთ საკითხებს, რომლებიც შეიძლება არ ჩანს ხოლმე ესე აქტიურად ყოველდღიურობაში, მაგრამ პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე, იმიტომ რომ რასაც ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური საქმიანობა არის დაკავშირებული სწორედ იმ თემებზე, რასაც აღნიშნული სააგენტო მუშაობს. დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ, მოკლედ მეგობრებო, ამ სფეროებში. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებასთან და ზოგადად ევროკავშირთან ამ საკითხების თანხმედრას, პირდაპირ არის ეს მითითებული ასოცირებასაც რო თავი დავანებოთ, რომელშიც რა თქმა უნდა დიდი ნაწილი ეთმობა ამ თემებს, აგრეთვე ეს გაფართოების ანგარიშიც მეორე თავში, მეორე ბლოკში, ასე ვთქვათ, ორივე თავი კონკურენციის ნაწილის და მომხმარებელთა უფლებების დაცვაც არის ცალ-ცალკე თავები და ამიტომ საინტერესოა რომ გავიაროთ, ნახოთ, სად რა გავაკეთეთ და რა დაგვრჩა ამ მიმართულებით, სად შეიძლება უკეთ რესურსების მობილიზება, პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზება და ასე შემდგომ, რომ ამ საკითხებშიც გავიდეთ ბოლომდე. ამ ეტაპზე რამდენადაც ინფორმირებული ვარ და თქვენ შეგთხოვთ, რომ ამაზეც გითხრათ მეტი ინფორმაცია. კონკურენციის სფეროში კანონმდებლობა 75%-ზე არის დაახლოებული. მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით 85%-ზე, ამიტომ ასოცირების საშუალოზე ბევრად მაღალი მაჩვენებელია ამ მხრივ, რაც აჩვენებს იმას, რომ საკმაოდ აქტიურადაც მუშაობდით, თქვენ, მაგრამ ყველა ერთად მუშაობდით ამ მიმართულებით. მაგრამ მოდი გავიაროთ კიდევ ერთხელ სადგავართ რა გვიჭირს, რა გვილხინს მოკლედ ამ ნაწილში. გთხოვთ ბატონო ირაკლი, წარმოგვიდგინოთ ანგარიში. მოგესალმებით ბატონ ლევან, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მივესალმები ძვირფას პარლამენტის წევრებს და მინდა დაგიდასტუროთ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი პატივისცემა და მადლობა მხარდაჭერისთვის, რაც თქვენ კომიტეტისგან ყოველთვის აქვს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს. ეს აღსახულია საკანონმდებლო მხარდაჭერაში და იმ ღონისძიებებში, სადაც თქვენი კომიტეტი ყოველთვის არის წარმოდგენილი და ყოველთვის აქტიურად გვაქვს ეს თანამშრომლობის ფორმატი და რა თქმა უნდა მომავალში ამ კუთხით მზადავართ. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო თუ ნახავთ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს და ინტეგრაციის ნაწილს, ორ თავში არის ძირითადად წარმოდგენილი. ეს არის პირველი მერვე თავი, სადაც კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით ჩვენ გვაქვს ამ ინტეგრაციის მიმართულებით პასუხისმგებლობა და მეორე ეს არის 22 თავი, სადაც არის მომხმარებელთა და ჯანმრთელობის დაცვა. აქ მარტო ჩვენი უწყება არ არის, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვართ წარმოდგენილი, ჩვენი ნაწილია მომხმარებელთა უფლებები და თუ გარკვეული ნაწილი ეხება ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას. ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია ბოლო გაფართოების ანგარიში, სადაც ვფიქრობ, რომ და ვილად შემიძლია ვთქვა, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ არასამართლიანია ჩვენი უწყების მუშაობის შედეგები და შეფასება ასახული. ჩვენ პრინციპში რაც გავაგზავნეთ ბოლო ანგარიში, იქნებოდა ეს კანონმდებლობის გაუმჯობესების, იქნებოდა ეს აღსრულების გაძლიერების თუ ინფორმირების სტანდარტის გაუმჯობესების მიმართულებით თემები, როგორც კონკურენციის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, მათი დიდი ნაწილი ასახულია ამ ანგარიშში, გარკვეული ნაწილი არასრულად არის ასახული, მაგრამ საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ შეფასება რბილად რო ვთქვათ, რომ არის არასამართლიანი. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან ხშირად ურთიერთობთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც კანდიდატი ქვეყნები არიან და სამივე მიმართულებით სრულ პასუხისმგებლობით ვამბობ და ამას ვეცდები, რომ შემდგომ ჩემს მოხსენებაშიც ავსახო, როგორც კანონმდებლობის გაძლიერების ბოლო წლებში, აღსრულების, ასევე ინფორმირების სტანდარტის გაუმჯობესების მიმართულებით
თუ უკეთესი არა, ჩვენ არავისე ნაკლები შედეგი ნამდვილად არ აქვს. ამიტომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ჩვენ ეხლაც მოვამზადეთ აღნიშნულ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები, რაც საგარეო სამინისტროს საშუალებით გაეგზავნება ალბათ შესაბამის უწყებას და კიდევ ერთხელ ალბათ დავაფიქსირებთ თუ რა პროგრესთან გვაქვს ბოლო წლებში საქმე. ეხლა რომ გადავიდეთ უფრო კონკრეტულად შედეგებზე, მე დავიწყებ კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით, შემდგომ გადავალ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და სამი ძირითადი ხაზით განვავითარებ ჩემს მოხსენებას. ეს არის პირველი კანონმდებლობის გაუმჯობესება, მეორე თვითონ აღსრულებაში როგორ აისახა ეს კანონმდებლობის გაუმჯობესების შედეგები და მესამე ის ინფორმირების სტანდარტი და კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად შედეგების მისაღწევად. დავწყოთ კონკურენციის პოლიტიკით თქვენის ნებართვით. ზოგადად კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის აგენტურა 2014 წელს ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი უწყება და ეს სწორედ წარმოადგენდა შედეგს იმ ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროასოციაციების ხელშეკრულებისა, რომელიც საქართველოს გააფორმა ევროკავშირთან დაკავშირებით. მიღებული იქნა პირველადი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იყო მართლაც პირველადი, იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც შეიძლება შორს იყოს საუკეთესო ევროპული პრაქტიკისგან, თუმცა უნდა ითქვას, რომ 2017-2020 წლებში სააგენტოში მიმდინარეობდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელსაც ერქვა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა და დაახლოებით 3 წლიანი მუშაობის შედეგად 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გაუმჯობესების საკითხები კონკურენციის შესახებ კანონში და ეს იყო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელმაც უზრუნველყო ევროკავშირში არსებული სტანდარტებთან საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის დაახლოება. სამი ძირითადი ხაზი იყო ამ მიმართულებით. ერთი იყო ის, რომ ზოგადად საქართველოში გვაქვს ჩვენ მოდელი, როდესაც მარეგულირებელ უწყებებს შორის დელეგირებულია კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა. ანუ გარდა კონკურენციის სააგენტოსი, საფინანსო სექტორში კონკურენციის აღსრულების პოლიტიკას უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი, ენერგეტიკის სექტორში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, კომუნიკაციების სექტორში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. თუ მანამდე კანონმდებლობაში ეს ფუნქციები, კომპეტენციები არ იყო ცხადად და დეტალურად გაწერილი, ეს გახდა უნიფიცირებული და დღეს ჩვენ ესე ვთქვათ ერთიანი მიდგომა გვაქვს ამ საკითხებთან მიმართებაში. მეორე ეს იყო საკითხები, რომელიც უზრუნველყოფდა ზოგადად კონცენტრაციების და ბიზნესის გაერთიანებების აღსრულების გაუმჯობესებას, თუ ადრე პრაქტიკულად კონტროლის მექანიზმები იყო შეზღუდული და თუ მოხდებოდა ბაზარზე გამსხვილება და არ გვაცნობებდნენ და აქ უკვე სააგენტოს ბერკეტები იყო პრაქტიკულად უმოქმედო, აღნიშნულმა კანონმდებლობამ უზრუნველყო ის, რომ პრაქტიკულად რეაგირება მოგვეხდინა მსგავსი ტიპის გაერთიანებებს. ეს რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თუ განსაკუთრებით სტრატეგიულ ბაზრებზე, მაგალითად ავიღოთ ისეთი ბაზრები, სადაც მაღალი კონცენტრაცია გვაქვს, როგორც არის საწვავი, ფარმაცია, ბოლო პერიოდში რიტეილი, ხდება რიგი გამსხვილებები და თუ ეს არ ხდება მისი ამ გამსხვილებების შეფასება და თავსებადება კონკურენტულ გარემოსთან, ეს შეიძლება მომავალში გახდეს ესე ვთქვათ პრობლემური ზოგადად მომხმარებლისთვის. ამიტომ ამ გაუმჯობესებამ ესეც უზრუნველყო და ზოგადად 2020 წლის შემდეგ ჩვენ არაერთი გადაწყვეტილება მივიღეთ შეთანხმებული ქმედებების გამოვლენის, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ, კუთხით, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოქალაქეების მდგომარეობა, ეს სწორედ ეს აღსრულების გაძლიერება იყო ამ ცვლილებების რეალური შედეგი. ამ ცვლილებების შემდეგ, რომელიც 2020 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა 2022-24 წლებში, სააგენტოში მიმდინარეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული twinning-ის პროექტი, რომელსაც ორი მიმართულება ჰქონდა. ერთი ეს იყო კონკურენციის პოლიტიკის და კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება და მომხმარებელთა უფლებების შესახებ ახლად მიღებული კანონის კუთხით გარკვეული ესე რომ ვთქვათ ინფორმირების კამპანიები და მომხმარებელთა უზრუნველყოფა ამ მიმართულებით. ეს პროექტი მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი შიდა ნორმატიული თუ საკანონმდებლო ცვლილებაც იქნა ასახული კონკურენციის შესახებ კანონმდებლობაში და ბატონ ლევან თქვენც ახსენეთ, რომ თუ twinning-ის პროექტის საწყის ეტაპზე თავსებადობა ევროპულ საუკეთესო კანონმდებლობასთან იყო დაახლოებით 61%, ამ twinning-ის პროექტის დასრულების შემდეგ ის შედეგები, რაც აისახა ჩვენს კანონმდებლობაში, გაუმჯობესდა 75%-მდე. გაუსწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ მომხმარებელთა უფლებების ნაწილში იყო დაახლოების პროცენტი 70% და გახდა ასევე 85%, რაც ასე ვთქვათ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ასევე თუ შევადარებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში. ანუ რა ნაბიჯები და რა
დოკუმენტები იქნა მიღებული და გაუმჯობესებული twinning-ის პროექტის პარკლებში. პირველი ეს არის საჩივრის ფორმა და მისი წარდგენის წესი, საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები, საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი, ბაზრის ანალიზის მეთოდური მიდგომები, თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულიად ნაწილობრივი გათავისუფლების გამოყენების წესი და ასევე კონკურენციის შემზღუდველი აკრძალვიდან ჯგუფური გამონაკლისების შესახებ საქართველოს მთავრობის 526 დადგენილება, რომელიც გაუმჯობესებული ფორმით იქნა მიღებული სწორედ ამ twinning-ის და მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე. ასევე twinning-ის პროექტის პარკლებში 2022-24 წლებში გამოიცა შემდეგი გზამკვლევი დოკუმენტები და ეგრეთ წოდებული გაიდლაინები, რაც ზოგადად მნიშვნელოვანია მეორე მხარისთვის, ვისთანაც ჩვენ საქმე გვაქვს. ეს არის კონკურენციის საქმეების განხილვისას პროცედურული სამართლიანობის შესახებ გაიდლაინი, შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის სახელმძღვანელო მითითებები, სახელმძღვანელო მითითებები ჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასების თაობაზე, დომინანტური მდგომარეობისა და საბაზრო ძალაუფლების განსაზღვრის სახელმძღვანელო მითითებები, სახელმძღვანელო მითითებები არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასების თაობაზე, სახელმძღვანელო მითითებები კონცენტრაციის კონტროლთან დაკავშირებით და სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები კონცენტრაციების განხორციელების პროცესში. ამ გაუმჯობესების შედეგად უკვე ვახსენე, რა პროცენტიც იქნა მიღწეული ჩვენი კონკურენციის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან მიმართებაში. ამის შემდგომ ასევე twinning-ის დასრულების შემდეგ ჩვენ მქონდა ევროკავშირის დახმარების კიდევ ერთი ინსტრუმენტი, TAIEX-ის პროექტი, რომელიც შედარებით მოკლევადიანია და შედარებით მოკლე კონკრეტული საკითხების გადაჭრას ემსახურება. TAIEX-ის ფარგლებში შეფასებული იქნა ჩვენს მიერ საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმები და ის მიჩნეული იქნა ერთ-ერთ საუკეთესოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მექანიზმი, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ როცა ამის პრეზენტირებას ვაკეთებთ ძალიან ბევრ საერთაშორისო პლატფორმაზე, ძალიან ბევრი ქვეყნისთვის არის სახელმძღვანელოც კი. გარდა იმისა, რომ ჩვენ გაძლიერდა კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმი, ანუ ბიზნეს გაერთიანებების, ჩვენ გვაქვს მონიტორინგის ძალიან კაცრი მექანიზმი, ანუ თუ რომელიმე ბიზნეს სუბიექტი ჩვენთან შეტყობინების გარეშე განახორციელებს სხვა კომპანიაში წილის შესყიდვას, კონტროლის მოპოვებას და ეს იმ პარამეტრებში ჯდება, რაც შეტყობინებისთვის აუცილებელია, ჩვენ გვეხმარება ძალიან იუსტიციის სამინისტროს სამეწარმეო რეესტრის მიმართულება, სადაც ეს აბსოლუტურად არის დიჯიტალიზირებული, ყველა კონცენტრაცია არის ასახული. ჩვენ ყოველ კვარტალურად ვიღებთ მათგან ამ ინფორმაციას, უკეთებთ ფილტრს და შესაბამისად, თუ შეუტყობინებლობას აქვს ადგილი, პრაქტიკულად ჩვენი ყურადღების გარეშე არ რჩება არც ერთი ესეთი ტიპის შეუტყობინებლობა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2020-2025 წლებში 53 კონცენტრაციაზე გავეცით თანხმობა, ანუ ბიზნესების გაერთიანებაზე, აქედან ყველაზე დიდი წილი მოდის FMCG-ზე, retail-ზე და სამშენებლო მიმართულებით და მასთან დაკავშირებული კომპანიების გაერთიანებაზე და დაახლოებით 31 შემთხვევა თუ სწორად მახსოვს, როდესაც შეუტყობინებლობას ჰქონდა ადგილი და რომ არა ეს მონიტორინგის კაცრი მექანიზმი, პრაქტიკულად ესე ვთქვათ, შეფასების გარეშე დარჩებოდა აღნიშნული კონცენტრაციების განხორციელების პროცედურა. ამიტომ TAIEX-ის მიერ აღნიშნული მიდგომა იქნა ერთ-ერთ ძალიან ისეთ სამაგალითოდ და ძალიან კარგად მიჩნეული. ასევე მინდა ვთქვა, რომ სხვადასხვა სამართლებრივი აქტები, რომელიც განახლდა დახმარების პროექტების ფარგლებში, ეს იყო 2022-2025 წლებში, მინდა თქვენის ნებართვით ჩამოვთვალო, თუ რეგლამენტს გადავაჭარბებ, მითხარით, რომ არ მინდა რომ დიდი დრო დავხარჯო ამაზე. პირველი ეს არის თანამშრომლობის პროგრამა, გზამკვლევი დოკუმენტი ეკონომიკური აგენტებისთვის, მეორე საჩივრების შევსების წესი და მისი დასაშვებობის პროცედურა, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონკრეტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასებისა და განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის შესახებ დოკუმენტი, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმოხილვა, საერთო სასამართლოების განმარტებები სააგენტოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე, კანონის მე-6 მუხლის რიგი დებულებების განმარტება ევროკავშირის აღმასრულებელი და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, კანონის მე-7 მუხლის რიგი დებულებების განმარტება ევროკავშირის აღმასრულებელი და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე და მერვე ეს არის საკონკურენციის სამართლებრივი მოკვლევებში დროებითი შუალედური ღონისძიებების შესახებ.
ეს იყო ჩამონათვალი იმ საკანონმდებლო, როგორც საპარლამენტო გუნდთან მუშაობის შედეგად, ასევე შიდა დოკუმენტების განახლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ, რაც საბოლოო ჯამში აისახა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების გაძლიერებაში. უბრალოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, რაც ბოლო წლებში ჩვენს მიერ გაწყვეტილებები იქნა მიღებული. კონკრეტულად მაგალითად ყველაზე ისეთი პრეცედენტული საქმეები, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მიღებული, ეს არის ფარმაცევტულ ბაზარზე შეთანხმებული ქმედების გამოვლენა 4 კომპანიის შემთხვევა 2023 წელს, სადაც ჯამური ჯარიმა 53 მილიონი ლარით იქნა აღნიშნული კომპანიები დაჯარიმებული და 53 მილიონი 4 კომპანიის შემთხვევა ეს იყო ბატონო ეს კეთყვით ეს იყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის შესახებ, სადაც რიგ შემთხვევებში 88 შემთხვევა იყო, როდესაც ზოგან 2, ზოგან 3, ზოგან 4 კომპანიის შემთხვევაში დაფიქსირდა იდენტური ფასი თეთრების სიზუსტით. მაგალითად, თუ სხვა კომპანიამ არ იცის მისი კონკურენტის ფასი, შეუძლებელია 100 ლარი და 51 თეთრი დადოს 4 კომპანიამ, 3 კომპანიამ, 2 კომპანიამ თუნდაც. ამიტომ ეს ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან და შესაბამისად 88 შემთხვევა გამოვლინდა, სულ სადაც 4 კომპანია დაჯარიმებული იქნა ჯამურად 53 მილიონი ლარით. ამ დროისათვის ეს საქმე არის სასამართლოში და ველოდებით განხილვებს. თუ შეკითხვებია, რა გზადაგზა უპასუხებ. კი. ხო, არა, ქალბატონმა გრეტავნა შეკითხვაზე ძალიან დიდ ხაზი არის საუბარი, ანუ აღსრულების ნაწილში ახლა ეგ ყველა საქმე არის სასამართლოში განხილვაზე? ეს კონკრეტული საქმე არის სასამართლოში, ასევე 2020 წლიდან მიღებული ყველა გადაწყვეტილება პრაქტიკულად ყველა სასამართლოშია, იმიტომ რომ ამის გარდა იყო ასევე საქმე, რომელიც ეხებოდა საწვავის რეალიზატორ კომპანიებს, სადაც 5 კომპანიის მიმართ იქნა 2022 წლის კონკრეტულ პერიოდზე შეთანხმებული ქმედება ჩვენს მიერ დადასტურებული. ეს იყო ჯამურად 4 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმა, აღნიშნული საქმე სასამართლოშია და ჯერჯერობით პირველ ინსტანციაში ელოდება განხილვას. აი ბატონო ირაკლი, რესურსი არსებობს სასამართლომ, რომ დაუშვათ ეგეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომ მაგ კომპანიებმა ეგეთი ოდენობის ჯარიმა გადაიხადონ? სასამართლო ზოგადად სპეციფიური საქმეა, ზოგადად კონკურენციის სამართალი. ანუ ეგეთი მსხვილი კომპანიები არის? რა თქმა უნდა, ეს ზოგადად ჯარიმა გამომდინარეობს კომპანიების ბრუნვის მოცულობიდან 5%-მდე მოცულობით და ჩვენი დისკრეცია დაუშვათ რა პროცენტულ ჯარიმას მივყენებთ, ოღონდ ეგ საფუძვლად ამას ედება ის მიყენებული ზარალი, რომელიც პოტენციურად კონკრეტულ პერიოდში მიიღეს. თუმცა თუ ჩვენ ვნახავთ ამ კომპანიის შემოსავლებს და წმინდა მოგებებს იმ პერიოდში, მე ვფიქრობ, რომ რესურსი გააჩნია. და ერთი კითხვა ბატონო ლევან თუ შეიძლება რა უკასრავად ის იყო და თქვენ შერწყმაზე ისაუბრეთ და ჩემი აზრით მოქალაქეებისთვის საინტერესო იქნება დაახლოებით 50-ზე მეტი შერწყმა მოხდა ისეთი კომპანიების აი რამდენიმე მაგალითი რო ჩამოგვითვალოთ, უბრალოდ ჩვენ რო კარგად აღვიქვათ, როგორი ტიპის კომპანიებზე არის საუბარი, სადაც თქვენ ნებართო გაიცით. კი, მოდი, რადგანაც ყველაზე ესეთი ხშირი შემთხვევები არის რიტეილის ბაზარზე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამსხვილება იყო დაახლოებით 4 კომპანიის შემთხვევა, როდესაც ბაზრის სხვადასხვა მოთამაშეებმა შეისყიდეს კომპანიები. ეგეთი იყო მაგალითად დეილი ჯგუფის გამსხვილების თემა, სადაც კომპანია დეილი, მაგნიტი, კომპანია გვირილა, სპარი გაერთიანდა. ჩვენს მიერ ბაზარი ამ შემთხვევაში შეფასებული იქნა როგორც 14 მილიარდიანი ბაზარი და ამის კონკრეტიკა შემიძლია დაუშვათ როგორ შემოფასეთ ბაზარი მოუყვე ინტერესის შემთხვევაში და ამ გამსხვილების შედეგად და 14 მილიარდიან ბაზარზე იმ დროისათვის ამ კომპანიების ერთობლივად წინა შეედინა დაახლოებით 18%. იმისთვის რომ კონკურენციის აგენტომ კრიტიკულად დაინახოს შერწყმის პრობლემა და ან უარი თქვას შერწყმაზე, ხო ის უნდა ცდებოდეს 40%-იან ზღვარს ბაზარზე, ეს ნიშნავს დომინანტური მდგომარეობის ფორმირებას. ჩვენ გვქონდა სხვათა შორის кейსი მიმდინარე წელს, რომელიც იყო დაკავშირებული სამშენებლო მასალების წარმოებასთან, როდესაც კომპანია იყო და სხვათა შორის სამედიცინო დაზღვევის სფეროშიც, როდესაც მოხდა დაზღვევის კომპანიების გაერთიანება განსაკუთრებით სამედიცინო დაზღვევის პორტფელი იღიდეს. ერთ შემთხვევაში წილი ახლოს იყო 40%-იან ზღვართან, მეორე შემთხვევაში გადაცდა კიდევაც. ერთ შემთხვევაში ჩვენ ეს დავინახეთ, რომ ბაზარზე დიდი რესურსია და არსებობს ჯერ კიდევ გამსხვილების რესურსი და ამიტომ თანხმობა გავეცით ამ მიმართულებაზე. სამშენებლო კომპანიების შემთხვევაში ჩვენ პირველად შემოთავაზებაზე უარი ვთქვით, თუმცა როდესაც განმეორებით კომპანიამ აიღო სპეციალური ვალდებულებები, რომელიც უკავშირდებოდა ქცევითი წესების განსაზღვრას, ანუ მას არ უნდა ეთქვა უარი კონკურენტების არდაშვებაზე, მიწოდებაზე უარი და აიღო ასე ვალდებულება, რომ კონკრეტულ პერიოდში
გარკვეული ფორმულის საშუალებით განისაზღვრა ფასის ჭერი, რომ მას არ გადაცდებოდა ამ ზღვას თუ რაიმე ესეთი განსაკუთრებული ობიექტური გარემოება არ იქნებოდა. აი ესეთი ტიპის შეთანხმების საფუძველზე გავეცით თანხმობა და ჩვენ დღეს მონიტორინგს უწევთ მთლიანობაში ამ პროცესს. მაგალითად ბევრი შემიძლია კიდე მოვიყვანო, ერთ-ერთი რა ვიცი, აი კონკრეტულად ბევრია და შემიძლია გითხრათ ამის აი წამლებთან დაკავშირებით მინდა რომ გავაგრძელო ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ციფრი თქვენ ჯარიმის სახით და ამ პერიოდში ხა სასამართლოს მიმართეთ, მაგრამ ამ პერიოდში შეჩერებულია ამ მედიკამენტების რეალიზება, იმიტომ რომ თუ არ არის შეჩერებული და ისევ ამ ფასებით ყიდიან, სიცხადისთვის ეს რომ მითხრათ სასამართლოს მიმართავს ის კომპანიები, ვისაც ჩვენ ვაჯარიმებთ, იმიტომ რომ თუ სასამართლოს ისინი არ მიმართავენ, ერთი თუ სადაც შეესნიშნავს რომ გვეთანხმებიან ჩვენ გადაწყვეტილებაში და ესეთ кейსიც მაქვს ოდნავ ქვემოთ ვიტყვი ამის შესახებ. кейსი, რაზეც მე ვისაუბრო 53 მილიონი ეს უკავშირდებოდა კონკრეტულ კონკურსში ერთი და იქ შეთანხმებული ფასების გამოვლენებას. იმის მერე მსგავსი ტიპის შემთხვევა არ ყოფილა და პირველი რაც ამ кейსმა ჩემი აზრით გააკეთა არის ის რომ მსგავსი ტიპის პრაქტიკა რეალურად ამის შემდგომ არ ყოფილა. მანამდე რა იყო ჩვენ ბოლო 3 წლიან პერიოდში შევაფასეთ. ჩვენ სასამართლოში გასაჩივრება კომპანიების მხრიდან, რა თქმა უნდა, აჩერებს ჯარიმის გადახდას, მანამდე სანამ სასამართლო არ გაივლის სამ ინსტანციას და არ მიიღებს, აი სარშევა მისი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში და ასევე არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს კომპანიების მუშაობაზე და მოქმედებაზე, იმიტომ რომ უბრალოდ თუ მსგავსი ტიპის პრაქტიკა განმეორდება, ჩვენ შეგვიძლია ორმაგი ჯარიმა დავაკისროთ ესეთი მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ პირობითად შეიძლება წინა საქმე სასამართლოში დასრულებული არ იყოს. რაც შეეხება აი მეორე кейს ფარმაცევტულ კომპანიებზე, რომელიც წელს დავასრულეთ, ეს ეხებოდა დომინანტური მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას, ცნობილი кейსია, სადაც როდესაც რეფერენტული ფასების შემოღებამდე და რეფერენტული ფასები საქართველოს შემოდის 2003 წლის ოქტომბრიდან, იყო რიგი მედიკამენტები, რომლებიც საქართველოში იყიდებოდა 300-დან 3000%-მდე და ჩვენ როდესაც მივიღეთ პირველად ინფორმაცია ჯანდაცვის 2023 წლამდე. მივიღეთ ინფორმაცია, მივიღეთ 8 კომპანიის შემთხვევაზე და დაახლოებით 14 მედიკამენტის შემთხვევაზე, როდესაც აი ამ დიაპაზონში იყო იმპორტის ღირებულებიდან საცალო ქსელამდე, როდესაც აი აფთიაქში დაახლოებით შეიძლება იყო მედიკამენტი, რომელიც და საკმაოდ ცნობილი მედიკამენტები, რომელიც დაახლოებით ამ 3000%-იან შუალედშიც კი ფიქსირდებოდა. ჩვენი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სანამ შემოვიდოდა რეფერენტული ფასები, რომლებსაც ჭერი განსაზღვრა რიდ მედიკამენტებზე და დღეს ძალიან კარგი რეფორმაა ის, რაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს და განახორციელა, როდესაც 7011 მედიკამენტზე ჩვენ გვაქვს ზედაზღვარი, თუმცა ამას შეიძლება რაღაც თავისი ნიუანსები აქვს, მაგრამ ეს ვფიქრობ, რომ კაცრი მონიტორინგის პირობებში აბსოლუტურად მართვადი პროცესია. ჩვენ გამოვავლინეთ 4 კომპანია, როდესაც და 7 მედიკამენტის შემთხვევა, როდესაც დადგინდა ჭარბი ფასი. ანუ ჩვენ აბსოლუტურად გავაანალიზეთ ყველა ხარჯი, როდესაც კომპანია შემოქონდა იმპორტით, აწვდიდა იმპორტიორი კომპანია, როგორც საბითუმო კომპანია ფარმაცევტულ ქსელს და მერე ფარმაცევტული ქსელი აწვდიდა მომხმარებელს. ჩვენი ანალიზის საფუძველს წარმოადგენდა იმპორტიდან საბითუმო მიწოდებამდე, ანუ ფარმაცევტულ ქსელამდე, იმიტომ რომ ფარმაცევტულ ქსელში მარჟები დიდი არ არის, დაახლოებით შეიძლება ითქვას, რომ 12-20%-ის ფარგლებში რაც ითვლება, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალურად, თუმცა საბითუმო მიწოდებაში ჩვენ აღმოვაჩინეთ აი ძალიან მაღალი ფასნამატები და ეს ფასნამატები, როდესაც რიგმა კომპანიებმა ჩვენთან წარმოადგენეს ხარჯთა გრუცხა თურისგან შედგებოდა. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ იქ იყო ესეთი ხარჯები შეტანილი, როგორც არის მაგალითად ძვირადღირებული სამკაულები, როგორც არის მაგალითად საქართველოში და უცხოეთის ფეშენებელურ სასტუმროებში კონფერენციების მოწყობის, სასტუმროში განთავსების, ძვირადღირებული ავტომობილის შესყიდვის, მისი ოპერირების სხვადასხვა ტიპის ხარჯებით. ეს იყო ამ მთელ ჯაჭვში აბსოლუტურად კონდა გატარებული ამ მასშტაბში. ჩვენ ბუნებრივია ეს არ ჩაუთვალეთ და ჭარბი ფასი დავადგინეთ სადღაც 150%, 200%-ის ფარგლებში. 4 კომპანია დავაჯარიმეთ. ჯარიმა ჯამში დიდი არ გამოვიდა, ეს იყო სადღაც 600,000 ლარამდე, იმიტომ რომ ზიანიდან გამოვედით ამ მიმართულებით, თუმცა 2 კომპანიამ არც კი გაასაჩივრა და ჯარიმაც გადაიხადა. 2 კომპანიასთან მომართებაში ვაგრძელებთ დავას სასამართლოში. ანუ რატომ მოვყევი ეს кейსები? იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ გაუმჯობესებულ კანონმდებლობამ მოგცა ახსულების უფრო მეტი ბერკეტი იმისთვის, რომ მივიღოთ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები და დღესაც გვაქვს რამდენიმე საინტერესო საქმე, რომელიც ბაზრის მონიტორინგებს და სწორედ მსგავსი ტიპის შეფასებებს უკავშირდება და თქვენ ინტერესის შემთხვევაში კიდე შემიძლია ასე ვთქვათ მოვყვანო მსგავსი ტიპის მაგალითები. თქვენის ნებართვით კონცენტრაციების კონტროლზე ვთქვი,
ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება ვფიქრობ ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ ჩვენი უწყებაში კი არის ბიზნესის ზედამხედველი და მაკონტროლებელი, მაგრამ ევროპული კანონმდებლობა თავის თავში გულისხმობს პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას. ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ მაქსიმალურ ინფორმირებას კომპანიების, დაინტერესებული მხარეების, ყოველთვის უხსნით რა არის მნიშვნელოვანი, რა არ არის მნიშვნელოვანი, რაზე უნდა გააკეთონ აქცენტირება, რომ არ მივიდეთ დარღვევებით. დარღვევების პრევენცია და მეტი ინფორმირება სწორედ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბაზარზე მინიმუმამდე შევამციროთ დარღვევების რიცხვი. ამიტომ ამ კუთხით ჩვენ არაერთ კომუნიკაციას ვახორციელებთ, ყველა ჩვენი მოკვლევა, ყველა ჩვენი მონიტორინგი გულისხმობს ბიზნესის მაქსიმალურ ჩართულობას და არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც აი გადაწყვეტილება რამეზე გამოგვიტანია და ამის შესახებ ბიზნესი ინფორმირებული არ ყოფილიყო, უფრო მეტსაც გეტყვით თვითონ მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილება, აი თუნდაც რაც ვახსენე. სადაც გადაწყვეტილება მივიღეთ ზოგიერთ კომპანიისთვის მტკივნეული, ეს ერთი თვით ადრე ეგზავნება კომპანიას და მას აქვს საშუალება, რომ თავის პოზიციები, არგუმენტები წარმოადგინოს მანამდე წარმოდგენილი კიდევ უამრავი შეხვედრიდან გამომდინარე არგუმენტებისგან განსხვავებით, ამიტომ აი ეს ჩართულობა არის მაქსიმალური. ნახეთ, როდესაც მოკვლევა იწყება, ზოგიერთი კომპანია პრაქტიკა შეიძლება ასწორებდეს, მაგრამ ჩვენ კანონმდებლობა უყურებს იმ პერიოდს, რა პერიოდშიც დარღვევა მიმდინარეობდა და ის პერიოდი ფასდება. შესაბამისად, აქ კომპანია მიუხედავად იმისა, რომ გამოასწორა, დარღვევას ვერ გაექცევა, იმიტომ რომ ის განული პერიოდი შესაფასებელია აუცილებლად, მაგრამ თუ პრაქტიკა მიზანიც ეგ არის, რომ შემდგომში მსგავს პრაქტიკა არ განმეორდეს. თუ განმეორდება, ჯარიმა ორმაგია და უკვე ეს ერთგვარი პრევენციის მექანიზმია და დიახ. დაზუსტების მიზნით, აი თქვენ რომ ახსენეთ ის პირველი შემთხვევა დაჯარიმების ფარმაცევტული კომპანიების ტენდერში მონაწილეობის, ხო? მაგ შემთხვევაში მთავარი გამსაზღვრელი რა იყო? მათი ერთმანეთში გარიგება და ზუსტი, ანუ ერთნაირი ფასის დადება თუ უბრალოდ დიდი ფასნამატი ყველასთან ეს? კი ბატონო, ორი кейსს მოვყვები. ერთ შემთხვევაში იყო იდენტური ფასები. ანუ ეს ნიშნავს შეთანხმებულ ქმედებას, როდესაც 4 კომპანია თუ ერთმანეთის ფასი არ იცის, შეუძლებელია, რომ აი ნებისმიერი მათემატიკური ალბათობით აი რაღაცა ფორმულაც არის, რომ 0 და ნუ რა ვიცი 12 ნულია, მე მგონი და 1% რომ დაემთხოს ფასები. ორი კომპანიის შემთხვევაში ალბათობა უფრო მეტია, მაგრამ 3 და 4 კომპანიის შემთხვევაში ეს ალბათობა არის მინიმალური. თან შეუძლებელია ხა ფასს წარმოქმნა ყველა სხვადასხვა აქვს, მეტნაკლებად, შეიძლება მიმწოდებელი ერთი ყავს უცხოეთიდან და ეს ხარჯებიც შეიძლება იდენტურია, მაგრამ ჩვენი პირველ кейსზე განსაზღვრავს თავი მტკიცებულება იყო იდენტური ფასები თეთრების სიზუსტით, რომელიც იყო წარმოდგენილი აღნიშნულ კონკურსზე. ეს ეხებოდა ისეთ მოხმარებად მედიკამენტს, რომელიც ონკოლოგიაში გამოიყენება და ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის და ფასიც ნამატიც არ იყო, შეიძლება ითქვას, რომ მცირე ამასთან მიმართებაში. მეორე кейს რაც შეეხება, აქ ჩასწორებით ფასნამატები იყო პრობლემა, იმიტომ რომ ეს კომპანიები კონკრეტული მედიკამენტების ბაზარზე იყვნენ დომინანტები, ანუ 40%-ზე მეტი წილი ეჭირათ, ზოგს 100-იც და მათ ჰქონდათ აი ესეთი მაღალი ფასნამატი და ეს ფასად იქნა ჩვენს მიერ შეფასება. თუმცა რეფერენტულის მერე შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა არის განეიტრალებული, იმიტომ რომ ის აწესებს ჭერს და ამხელა ფასნამატის დადების რესურსი და კომპანიის კანონმდებლობით აქვს შეზღუდული რა. რაც შეეხება ცნობიერების ამაღლების მიმართულებით კიდე დავამატებ რამდენიმე მიმართულებას. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გავაცნოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს და წელიწადში ძალიან ბევრ შეხვედრას ვახორციელებთ ამასთან დაკავშირებით, რომ ყველა განსაკუთრებით ბიზნეს სექტორმა ნახოს, რომ აი როგორი გადაწყვეტილებებს უყურებს კონკურენციის აგენტო პრობლემურად, რომ მომავალში მსგავსი ტიპის ქმედებები არ იქნას რეალურად დადასტურებული. ასევე ტრეინინგის ფარგლებში არაერთი ღონისძიება იქნა ჩატარებული, მათ შორის ტრეინინგები, ვორქშოპები ბიზნეს სექტორთან, სამოქალაქო ჯგუფებთან, სასამართლოებთან, სასამართლოს წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებთან, საჯარო უწყებებთან, ეს იმ მიზნით, რომ აი მაქსიმალურად მოხდარიყო კონკურენციის კანონმდებლობის პრომოცია. საერთაშორისო თანამშრომლობა და აღიარება, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რადგან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში ვიმყოფებით, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს აბსოლუტურად ყველა ჩვენ კოლეგასთან და იმ პლატფორმებთან, რომლებიც კონკურენციის სფეროში მოქმედ უწყებებს აერთიანებენ. ესეთი არის ICN, ეს არის კონკურენციის საერთაშორისო ქსელი, სადაც 160 მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი, OECD, სადაც ასევე ყველა ის ქვეყანაა წარმოდგენილი, რომელსაც ეს იურისდიქცია გააჩნიათ და გაეროს ანქტადის მიმართულება, სადაც ასევე
დაახლოებით 170-მდე ქვეყანა არის წარმოდგენილი. ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ ჩვენი შედეგების პრეზენტირებას აღნიშნულ პლატფორმებზე და აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ წელს მსოფლიო ბანკის მიერ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში დაახლოებით ბევრ საკონკურსო ქვეყანასთან მიმართებაში ერთ-ერთ საუკეთესოდ იქნა მიჩნეული გამომდინარე იქიდან, რომ მონიტორინგი მოკლევის შედეგები, რომლებიც აისახა ჩვენს მოქალაქეებზე და ვიტყვი, რომ ჩვენი მიერ 2023 წელს დასრულდა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი, რომელშიც ფარგლებში 13 რეკომენდაცია იქნა გაცემული. 13 რეკომენდაციიდან დაახლოებით 9 თუ 10 იქნა მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანერგილი და ამან უზრუნველყო მედიკამენტების რიგ შემთხვევაში გაიაფება 45% და 70%-მდე ეს რეფერენტული ფასების ეფექტი იყო და ასევე პარალელური იმპორტის დაშვება, მაგალითად თურქეთის რესპუბლიკიდან და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით წლიურად დაახლოებით ჩვენმა მოქალაქეებმა 65-70 მილიონი დოლარის წლიური დანაზოგი შექმნეს მედიკამენტების შესყიდვაზე. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს ამ ნიშნულ მიმართულებით, იმიტომ რომ გამოწვევები მუდმივად ჩდება ამ დროისათვის ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გვაქვს სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგი, იმიტომ რომ კლინიკები ბოლო წელიწადში განსაკუთრებით კონსულტაციაზე და სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე ფასები არის მკვეთრად გაზრდილი და ჩვენ აქ დავინახეთ პრობლემა, რომ ხო არ უკავშირდება ეს მაგალითად რიგი რეფორმების შედეგად მიღებული პოზიტიური ეფექტების შევსებას დამატებითი შემოსავლის მიღების კუთხით იმ სერვისებიდან, სადაც ჯერ კიდევ რეგულირება არ არის, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან ისეთი მჭიდრო კოორდინაციით ვახორციელებთ აღნიშნული ბაზრის მონიტორინგს და ალბათ მომავალ წელს გვექნება პირველი შუალედური შედეგები ამ კუთხით. თქვენს ნებართვით კონკურენციაზე დავასრულებთ უკითხვებია. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა თქვენი ანგარიშისთვის. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ თქვენი სააგენტო არის დამოუკიდებელი სააგენტო, სადაც თქვენი სწორი მუშაობა და ის რეფორმები, რაც თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ, ის აღსრულება ძირითადად ყველა ბიზნესებს ძალიან წარადგება. და ეს არის უმნიშვნელოვანესი როლი, რაც თქვენ გაკისრიათ, მინდათ რომ აკვიყურებს მოსახლეობა და ეს იცოდნენ. ორი კითხვა მაქვს ორ სფეროში, ერთი სამედიცინო სფეროში, მეორე საფინანსო სფეროში. სამედიცინო სფეროში ჩვენ გვაქვს ესეთი სიტუაცია, სადაც ერთდაიგივე ჯგუფებს აქვთ ყველაფერი. ერთი მე ვიძახი, რომ ერთი დამგზავრება ბიურო არა აქვთ და დანარჩენი ყველაფერი აქვთ, ხო? და ამაში რამე პრობლემას ხო ვერ ხედავთ პირველ რიგში და თუ ხედავთ, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს უკეთესი სერვისი. არ იყოს მაგალითად როცა ხედავთ, რომ დაზღვევას სადაზღვევო კომპანიას აქვს თავისი საავადმყოფო, რა თქმა უნდა, შეიძლება იმის რისკი, რომ არ დააფინანსოს ან იმდენი და რაღაც სხვა რამე, ანუ ამავდროულად ისიც მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად, რომ როდესაც ეს ვერტიკალური ინტეგრაცია თუ სწორედ არის გამოყენებული, ბევრ ქვეყანაში ამართლებს კიდევაც, თუ არ არის, მაგალითად 40%-ზე ან 50%-ზე მეტი ბაზრის წილი. ანუ მინდა შევეხო დღეს ამ სფეროში რა ბაზრის წილი გვაქვს, კონკრეტ ჯგუფს არის თუ არა რომელიმე ჯგუფი, რომელსაც 30-40%-ზე მეტი აქვს, ევროკავშირის შემთხვევაში, იქ კანონის შემთხვევაში ხდება ისე, რომ როდესაც 25%-ზე მეტი აქვს თუ არ ვცდები, უკვე ეკითხებიან თქვენ ეს აგენტოს და იმის თანხმობის შემდეგ უკვე ხდება მაგალითად მერჯერი ან ისე ვერ ხდება და ესე ვერ დიდდებიან. მაგალითად ესეთი ისიც кейსებიც გვაქვს. ეს პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი საფინანსო სექტორზე მაინტერესებს, რას ფიქრობ თუ ხედავთ სადმე კონკურენციის დარღვევას და ამ შემთხვევაში რანაირ დარღვევები იყო და რა ზომები გაატარეთ ან რა შეგიძლიათ რომ გაატაროთ, ეს არის ჩემი კითხვა. მადლობა. დიდი მადლობა, ადონ ვახტანგ. ორივე ბაზარი, რომელსაც თქვენ შეეხებთ, ეს არის მაღალკონცენტრირებული ბაზრები. დავწყებ სამედიცინო მიმართულებით, ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს მოცემულობა სამედიცინო და ფარმაცევტულ ბაზარზე, როდესაც გვაქვს მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფები და ესეთი სამი მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფია რეალურად, რომელიც ბაზარზე გააჩნიათ როგორც იმპორტიდან დაწყებული
ფარმაცევტული ქსელი, გააჩნიათ საავადმყოფოები, გააჩნიათ სადაზღვევო კომპანიები, გააჩნიათ ჰოსპიტალები და ეს ერთი ჯგუფის შემთხვევაშია. ჩვენ აქ ხედავთ და მოცემულობაა ეს დომინანტური მდგომარეობა, ჯგუფური დომინირება. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, თუ სამ კომპანიის წილი აღემატება 50%, ეს უკვე ითვლება ჯგუფურ დომინირებად, სადაც როგორც კონცენტრაციების კუთხით, როგორც ბაზრის მონიტორინგის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ შეფასებები ვაკეთოთ. სამი მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფის წილი ბაზარზე დაახლოებით 90%-ს უახლოვდება, ეს მოცემულობა გვაქვს. ყავს მსხვილი შედარებით მსხვილი ჯგუფები, თუმცა ის ამინც ვერ ქმნიან, ბუნებრივია. და მთავარი რა არის, რომ აი ესეთ ჰოლდინგურ ჯგუფებში, ზოგადად ყველა ევროპულ ქვეყანაში სამედიცინო ბაზარი, რაც უნდა ლიბერალური ქვეყანა იყოს, არის მაქსიმალურად რეგულირებული და ეს რეგულაციები არის ძალიან გამჭვირვალე, რომ ბაზრის მოთამაშეებმა ზუსტად იცოდნენ, რას როგორ აკეთებენ და ესე შემდეგ. როდესაც ჩვენ მონიტორინგი და შეფასება გავაკეთეთ, თქვით, რომ ეს მოცემულობა არსებობს, როცა ბაზარზე ეს მსხვილი ჯგუფები გვყავს. მეორე, არის შემთხვევები, როდესაც ამ ჰოლდინგური ჯგუფების ვერტიკალში შემთხვევა აქვს ეგრეთ წოდებულ ხელოვნური მოთხოვნის გაჩენის ფაქტებსაც, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ მედიკამენტზე, რომელიც არის შეიძლება კონკრეტული ჯგუფის იმპორტირებული ან წარმოებული, შეიძლება არსებობდეს ზეწოლა რეცეპტის გამომწერზე, რომ არჩევანის შემთხვევაში მოქალაქე სწორედ ის მედიკამენტის მიუთითონ, რომელიც პირობითად მის ჯგუფის ინტერესში შედის და არა სხვაზე, როდესაც არჩევანი შეიძლება ბაზარზე იყოს, ერთი და იგივე შემადგენლობა კონდეს ამ მედიკამენტს და ეფექტიც პრაქტიკულად იგივე კონდეს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ, მაგალითად ბაზარზე ერთი და იგივე ქიმიური ნივთიერებების მქონე მედიკამენტი იყო შვეიცარულიც, იყო ბრიტანულიც, იყო პირობითად კვიპროსულიც, იყო არა ევროპული ქვეყნებიდანაც, ფასები იყო აბსოლუტურად დიფერენცირებული. ზოგადად მაგალითად შვეიცარული ღირდა 30 ლარი, ბრიტანული ღირდა 9 ლარი. ეფექტი შემადგენლობის მიხედვით შეიძლება ორივეს ქონოდა ერთი და იგივე. ამიტომ იყო შემთხვევები, როდესაც საავადმყოფო მარკის მითითება ხდებოდა და ხელოვნური მოთხოვნის საფუძველზე კონკრეტული რეალიზება კონკრეტული მედიკამენტის. ამიტომაც იქნა, რომ ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაცია, მაგალითად ჯენერიკულ რეცეპტებზე, ელექტრონულ რეცეპტებზე, ჯენერიკული რეცეპტი აკეთებს იმას, რომ მინიმუმ მოქალაქეს 3 არჩევანი უნდა შესთავაზოს რეცეპტის გამომწერმა, რომ აქ გამოირიცხოს და უნდა უთხრას, რომ პირობითად 3 ერთი და იგივე ეფექტის მატარებელი და არჩევანი თქვენზეა. შეიძლება ეს ერთი მისი იმპორტირებული იყოს, სხვა ჯგუფის და მესამე კიდე სხვა. ეს არჩევანი და ძალაუფლება მნიშვნელოვანი რა კონდეს მომხმარებლებს. ამ რეფორმების შედეგად გარკვეული გაუმჯობესება ჩვენ რეალურად ბაზარზე გვაქვს და ჩვენ თქვით ესეთი რამე, რომ ჰოლდინგური ჯგუფების არსებობა ბაზარზე პრობლემა არ არის იმ შემთხვევაში, თუ რეგულაციები არის სამართლიანი, რეგულაციები არის ცხადი და აღნიშნული პროცესის კონტროლი ხდება, სადაც ირიცხება მაგალითად არაკეთილსინთეზიერი მარკეტინგის ფაქტები, სადაც არის რეფერენტული ფასები და რეფერენტული ფასები თუ წერს აკეთებს, იქ აქცენტირება ძვირადღირებულ მედიკამენტზე უფრო ნაკლებად მოტივირებულია, რომ ვინმემ გააკეთოს, მაგრამ შეიძლება პრობლემები მაინც არსებობდეს, როდესაც ჰოლდინგური ჯგუფი უყურებს კომერციულ ინტერესს და არ უყურებს პაციენტის საუკეთესო ინტერესს. ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ მონიტორინგს ვაგრძელებთ და ვფიქრობთ ესეთ რამეს, რომ თუ ის რეფორმები, რომელიც განხორციელდა, რომელიც ხორციელდება, ეს არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ კომერციული ინტერესი იყოს უპირატესი ვიდრე პაციენტის საუკეთესო ინტერესი, ხოლო ამ შემთხვევაზე შეიძლება ვიფიქროთ ვატნო ვახტანგ ჰოლდინგური ჯგუფების მიმართ რაღაც მიდგომის ჩამოყალიბებაზე. მანამდე ხა ჩვენ რო დღეს პირობითად ვთქვათ, როგორც კონკურენციის უწყებამ, რომ ვიცით, არ უნდა იყოს ჰოლდინგური ჯგუფები, ეს შეიძლება ეფექტი ვერ მოგვცეს, იურიდიულად და სამართლებრივად ეს ძალიან მარტივად შეიძლება დაიყოს, დანაწილდეს, მაგრამ პრობლემა დარჩეს იგივე. ჩვენი მიზანი რა არის, რომ მე რომ მივდივარ კონკრეტულ დაწესებულებაში და ვენდობი და მთავაზობენ არჩევანს, ამ არჩევანში მე ვიყო თავისუფალი. თუ მთავაზობენ კონკრეტიკას, ეს უკვე პრობლემაა, იმიტომ რომ მას ვენდობი, ვიღებ იმას, რასაც მეუბნებიან, ოღონდ იმის უკან რა დგას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რა, იმიტომ რომ შეიძლება იქ იდგეს აბსოლუტურად პროფესიონალიზმი, ან შეიძლება იდგეს რაღაც კონკრეტული კომერციული ინტერესი. ამიტომ თუ ეს პროცესი და ამაზე მკაცრი მონიტორინგი უზრუნველყოფს ამ პროცესის გამართულობას, ესეთ პირობებში ჰოლდინგური ჯგუფების არსებობას ჩვენ პრობლემურად არ უყურებთ. თუმცა თუ ისევ დგება პრობლემა, რომ კომერციული ინტერესს ატარებს ჰოლდინგური ჯგუფი, აქ უკვე გვჭირდება დამატებითი მუშაობა ალბათ იმაზე, რომ შინაარსობრივად მოხდეს ამის დაყოფა და არა დაუშვათ მექანიკურად, რაც ეფექტს აქვს. ჩაგეკითხებით შეიძლება აი ესეთი ვარიანტი, რომ არის თუ არა აკრძალული, რომ რაღაც თუ ჩემს სადაზღვევოში ხარ მაგალითად, ჩემი კლინიკა უფრო იაფად მოგემსახურება, მაგალითად ესეთი кейსები თუ ქონიათ. არის თუ არა აკრძალული, შეიძლება თუ არა საკრძალო.
ესეთი საკითხი კონკრეტულად ჩვენამდე არ მოსულა, რომ იმის მოეტანა აღნიშნული პრობლემა, იმიტომ რომ ხო, თუ ესეთი პრობლემა არსებობს, ჩვენ განხილვისთვის მზად ვართ, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. ზოგადად დაზღვევა არის ძალიან კარგი ფილტრი, როდესაც კლინიკა პირობითად მედიკამენტებს წერს, თუ დაზღვევა არ არის იმ ჯგუფის წევრი, რა ჯგუფიც ამ რეცეპტს წერს, გარე მდგომი დაზღვევა ყოველთვის აკეთებს კარგ ფილტრს, იმიტომ რომ მის ინტერესია, მისი ანაზღაურება და ზიანი იყოს ნაკლები. რაც თქვენ ახსენეთ, ეს სწორედ შეიძლება უკავშირდებოდეს ჰოლდინგურ ჯგუფში შემავალი რაღაცა ჯგუფების გარკვეულ ინტერესს. თუ ესეთი შემთხვევები არის, ჩვენ მზადავართ რომ განვიხილოთ, თუმცა აი ეს კონკრეტულად აი ესეთ кейსი ჯერჯერობით ჩვენამდე მოსული არ არის. ზოგადად დაზღვევა არის კარგი მექანიზმი, რომ გარეთ მდგომ ჯგუფს გაუკეთოს ძალიან კარგი ფილტრი, იმიტომ რომ არ გაწიოს ზედმეტი ხარჯი. თუმცა ჯგუფის შიგნით რა ხდება, აი ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ ჩვენ გვექნება ამაზე, შეგვიძლია რომ შეფასებაზე ვიფიქროთ რა. საფინანსო სექტორს რაც შეეხება, მე აქ ძალიან ეს არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია თავიდან ბოლომდე. აქაც ჩვენ კარგად ვიცით, რომ მაღალ კონცენტრირებული ბაზარი გვაქვს, ორი ბანკის მსხვილი ბანკის წილი ძალიან მაღალია. თუმცა ვიცით, რომ ეროვნული ბანკი კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე ამ ბანკებთან მუშაობს და ალბათ ჩემგან ძალიან არ კორექტული იქნება, რომ დავუშვათ იმ სფეროში, სადაც ჩვენი კომპეტენცია არ ვრცელდება, რომ მაგაზე არა, ეროვნულ ბანკი არეგულირებს კონკურენციის საკითხებს საფინანსო სექტორში. ანუ ბანკებს შორის კონკურენციის და პრობლემური საკითხების ნაწილი არის მთლიანად მისი აღსრულების ნაწილი, ისე როგორც მაგალითად ენერგეტიკული კომპანიები ან კომუნიკაციების კომპანიები. თუ მაგალითად სექტორებს შორის პრობლემატიკა მაგალითად დაობს პირობითად ჩვენთან სამშენებლო კომპანია, რომელიც ბანკთან აქვს კონკრეტულთან პრობლემა, ეს უკვე ჩვენი განხილვის ნაწილია, მაგრამ ბანკებს შორის ურთიერთობას თავიდან ბოლომდე საქართველოს ეროვნული ბანკი უყურებს და ამიტომ მისი კომპეტენცია ეგ ნაწილი. კი, გადავიდეთ მომხმარებელთა უფლებების ნაწილზე. კანონმდებლობა მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული, თქვენ კომიტეტის მიერ, ბატონ ლევან ქალტონ ბაკა-ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა მაშინ აღნიშნულ კომიტეტს. მიღებას წინ უძღოდა რამდენიმე წლიანი სამუშაო პროცესი ბიზნეს სექტორთან და მართლაც ეს იყო ერთ-ერთი კარგი მაგალითი ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება იქნას დაბალანსებული კანონმდებლობა მიღებული და მე დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავდაპირველად იყო ბიზნეს მხრიდან გარკვეული შიშები, რომ ეს იყო დამატებითი ხარჯი და დამატებითი რეგულაცია, თუმცა დღეს იმდენად დაბალანსებულია კანონმდებლობა, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ძალიან უნდა მოინდომოს ბიზნესმა, რომ დარღვევაზე გავიდეს და ჯარიმაზე გავიდეს იმდენად, ასე რომ ვთქვათ, ჩართულობა ამ პროცესში. კანონმდებლობის ძალაში აღსრულება გადმოგვეცა 2022 წლის ნოემბრიდან, ჩვენს მიერ შესაბამის დეპარტამენტი იქნა ფორმირებული და აღნიშნული განაცხადების მიღება სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყეთ და დაახლოებით 2025 წლის 1 ნოემბერს 3 სრული წელი შესრულდა, როდესაც კონკურენციისა და დაცვის სააგენტო აღნიშნული მიმართულების აღსრულებას უზრუნველყოფს. აქაც თქვენ ისნებართვით კანონმდებლობიდან დავიწყებ, თუ რა გაკეთდა ამ პერიოდიდან გაუმჯობესების მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ტრეინინგის პროექტმა 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით კანონმდებლობის გაუმჯობესება შეაფასა როგორც 70-დან 85%-მდე. ეს არის შედეგი იმ შიდა ნორმატიული დოკუმენტების მიღებისა, რომელიც ჩვენ ამ პერიოდში მივიღეთ და მათ შორის ერთი ნაკადი გქონდა, როდესაც კანონმდებლობაშიც გაუმჯობესება გავაკეთეთ. თქვენ კომიტეტის მხარდაჭერით იყო ეს თემაც. ძირითადი მიმართულებები ეს არის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ევროპულ დირექტივებთან, ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი, რომელიც 2024 წლიდან შევიდა ძალაში და ასევე შესაბამისობაში ევროპულ დირექტივასთან და ტურისტის შესახებ კანონის ნაწილი, რომელიც ასევე შესაბამისობაშია ევროპულ დირექტივებთან. მეორეული კანონმდებლობა, ანუ კანონქვემდებარე აქტები, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მიღებული, არის შემდეგი. ეს არის საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ბრძანება, ელექტრონული კომერციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესი და პროცედურა, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და ელექტრონული კომერციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის გამო დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, იმიტომ რომ პრაქტიკულად ბიზნესს განჭრეტადობას აძლევს
რა დარღვევის შემთხვევაში რა მოცულობის ჯარიმა შეიძლება დაეკისროს მთელი ფორმულაა, რომელიც დარღვევის სიმძიმის და სხვადასხვა პარამეტრების გათვალისწინებით ბიზნესს აძლევს ამ განჭრეტადობის საშუალებას. ანუ ეს ახლა ცოტა რთული საქმეა, რატომ უნდა უნდოდეს ბიზნეს ჯარიმის დაკისრება, თუმცა თუ ის აინც ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე, ამ ფორმულის საშუალებით შეუძლია იხელმძღვანელოს. სხვა შორის, როდესაც კანონმდებლობის გაუმჯობესება მოხდა, იქ დაზუსტდა რიგი საკითხები, მაქსიმალური ჯარიმა არის 2%-მდე, თუ ბიზნესი არღვევს და არ იყო განსაზღვრული მინიმალური ჯარიმა, ანუ თუ კომპანია და დამღვრევები ძირითადად ვინ არიან? ესენი არიან მცირე კომპანიები, რომლებიც სოციალურ ქსელში არიან ძირითადად წარმოდგენილი და მათ საშუალებით ყიდიან სხვადასხვა პროდუქციას. ხშირ შემთხვევაში მათ ბრუნვებიც კი არ ქონდათ სათანადო, ამიტომ ჩვენს მიერ შემოტანილი იქნა მინიმალური ჯარიმის სტანდარტი, რომელიც 600 ლარის მოცულობით არის განსაზღვრული, იმიტომ რომ გარკვეული პასუხისმგებლობა ამ კომპანიებმაც იგრძნონ, იმიტომ რომ ზოგი ბრუნვებთან დაკავშირებით შეიძლება ქონოდა გარკვეული პრობლემები. სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლითაც ხელმძღვანელობთ, ეს არის საქონელს და მომსახურებაზე ფასის აღნიშვნის სახელმძღვანელო, რომელიც ასევე კავშირშია და შესაბამისობაშია ევროპულ დირექტივასთან. ასევე არის ბიზნეს სამომხმარებლო ურთიერთობებში პირთა ცნობიერების ამაღლების სახელმძღვანელო. სააგენტოს მიერ შემუშავდა და ასევე წლის ბოლომდე იგეგმება შემდეგი სახელმძღვანელოების დამტკიცება, ესაა პრაქტიკული გზამკვლევი, რეკლამა სოციალურ მედიაში და ინფლუენსერის პასუხისმგებლობა, ასევე ელექტრონული კომერციის სახელმძღვანელო. ასევე კანონის აღსრულების შედეგებზე რო გადავიდე, მოკლედ გეტყვით, რომ 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე შემოსული განცხადებების რაოდენობა არის დაახლოებით 2600, ცხელხაზე შემოსული ზარების რაოდენობა არის დაახლოებით 16000. ჩვენ გვაქვს სამი მექანიზმი, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ. პირველი ეს არის, როდესაც ვალდასტურებთ დარღვევას კომპანიის შემთხვევაში. კომპანიას ამის შემდეგ აქვს კონიურული ვადა, რომ დარღვევა აღმოფხვრას, გაასწოროს საოჯრო პოლიტიკა და არ დაჯარიმდეს. არის შემთხვევები, როდესაც კომპანიები ამას აკეთებენ. მეორე შემთხვევა გვაქვს, როდესაც ვაფორმებთ პირობითი ვალდებულების შეთანხმებას. მაგალითად, შესწავლა დავიწყებთ კონკრეტული კომპანიების მიმართ. კომპანია იაზრებს, რომ შეიძლება დარღვევამდე საქმე მივიდეს და გვეუბნება, რომ მოდი მე გავასწორებ ჩემს საოჯრო პოლიტიკას, დავაკმაყოფილებ მომხმარებელს და შესწავლა შეწყდეს. ჩვენ ვაძლევთ მათ გონივრულ ვადას და თუ პრობლემა არის აღმოფხვრილი, კომპანია ესე რომ ვთქვათ, პირობით ვალდებულებას უთვლით შესრულებულად, შესწავლა ამით დასრულებულია და მომხმარებელიც არის ბედნიერი, იმიტომ რომ მან მიიღო ის რეალურად რაზეც პრობლემა ჰქონდა. და მესამე არის, რა თქმა უნდა, თუ კომპანია ძალიან ჯიუტობს და არაფერს არ აკეთებს, ნუ მივიდეთ დარღვევამდე ამ მიმართულებით, რომ სტატისტიკა რომ ვნახოთ, პირობითი ვალდებულება გაფორმდა დაახლოებით 400 შემთხვევაში 501 საქმეზე, დარღვევა დადასტურდა 300 შემთხვევაში 504 საქმეზე და ჯარიმა დაეკისრა 135 მოვაჭრეს, ჯამში ამ 3 წლის მანძილზე ეს არის 200.000 ლარის მოცულობით. ჯარიმა დიდი არ არის და გამომდინარე ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ დამრღვევები ძირითადად არიან ძალიან მცირე კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ მოწესრიგებული საოჯრო პოლიტიკა და რომლებიც არ გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით. არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც მსხვილ კომპანიებთან ჩვენ რაიმე პრობლემა გქონოდა, როდესაც საკითხი უამრავ კომპანიაზე შემოდის, ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობ კომპანიებზეც, მაგრამ როდესაც შესწავლის პროცესში შევდივართ, ყველა მზად არის, რომ გაუფრთხილდეს მომხმარებელს, აანაზღაუროს თანხა და ასევე აიღოს ვალდებულება, რომ თუ რამე ინფორმირების სტანდარტში ქონდა პრობლემა, აღნიშნული საკითხი გაასწოროს. ანუ ფიზიკური პირები კი, ძირითადად დარღვევის ძირითადად ნაწილი მოდის 70% ონლაინ ვაჭრობაზე და თუ ვნახავთ სტატისტიკას, აი დაახლოებით ალბათ უმრავლესობა დამრღვევების ეს 90% არიან აი ეს ან ინდმეწარმეები, ან ძალიან მცირე კომპანიები, რომლებიც აი ესე ვაჭრობენ სოციალურ ქსელებით ან ონლაინ ცოტა მოუწესრიგებელ პლატფორმებზე. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ სერიოზული პროგრესი გვაქვს. 90% ჩვენი გადაწყვეტილებების სრულდება მომხმარებლის სასარგებლოდ, სადაც მომხმარებელი იღებს პირდაპირ შედეგს. ანუ მას უბრუნდება თანხა, ან ნივთს ცვლის, ან ნივთი უკეთდება, ან ესე შემდეგ. ერთ მაგალითს მივყვები უბრალოდ 2023 წელს სულ ახალი დაწყებული ჰქონდა აღსრულება, ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიამ შეცვალა ხელშეკრულების პირობები და თუ პირობითად
ტრანსპორტირების თანხა ჯდებოდა 10 ლარი, ახალი მეთოდის მიხედვით ეს 10 ლარი გახდა 50, 60, 70 ლარი, ზოგს 20 ლარიანი თქონდა გამოწერილი და ნუ რა ვიცი 100 ლარიანი ტრანსპორტირების თანხა მიუვიდა რა და ეს кейსი დაახლოებით აი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენთან და უნდა ვთქვა რომ კომპანიაც ძალიან აქტიურად გვემუშავა და დაახლოებით 3000-მდე მომხმარებელს ზედმეტად გადახდილი 250,000 ლარამდე თანხა დაუბრუნდა უკან ჩვენს მიერ გაწერილი გრაფიკის შესაბამისად და ესეთი кейსები ძალიან ბევრია თუ ინტერესი იქნება ძალიან ბევრი შეგვიძლია მოუყვეთ ესეთი წარმატებული მაგალითების შესახებ. 90% ეს ვახსენე, ასე პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომლებიც დაინერგა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით და დადგინდა სტანდარტი. ეს არის მომსახურების საკომისიო დაბრუნების ვალდებულება, ღონისძიების გაუქმებისას ან გადადებისას. აი ძალიან ყოფით მაგალითს მოვიყვანთ, მაგალითად რომელიმე პლატფორმაზე იყიდეთ კონცერტის ბილეთი, სპორტული ღონისძიების ბილეთი, რომელიც თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო გაუქმდა და ბილეთის თანხა უნდა დაიბრუნოთ უკან. შე შემთხვევაში ბილეთის თანხა უკან ბრუნდებოდა, ოღონდ პლატფორმის საკომისიოს კომპანიები არ აბრუნებდნენ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომხმარებელი აქ არაფერშუაშია და მან უნდა დაიბრუნოს როგორც ბილეთის სრული ღირებულება, ასევე საკომისიოს თანხა და რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში, როდესაც იყო გარკვეული ჯგუფები, რომლებიც აანონსებდნენ კონცერტს, მაგალითად აი ბიონსე ჩადის სადღაც ქალაქში, სინამდვილეში ეს რეალური არ იყო. ბილეთებს ყიდიდნენ, მე ღონისძიება უქმდებოდა, ბილეთის თანხას უკან აბრუნებდნენ და საკომისიო რჩებოდა თავად და ეს იყო ძალიან კარგი ბიზნესი რა და მსგავსი ფაქტის გამორიცხვის მიზნით ჩვენთან დადგენილი იქნა სტანდარტი, რომ თუ რომელიმე პლატფორმა ამას გააკეთებს, ეს ნაწილი უნდა იქნას გათვალისწინებული. ასევე ყალბი უკუმთვლის, სრულ დეფიციტისა და ყალბის შეფასების გამოყენების აკრძალვა, ნატურალური წვენების წარმოების სექტორში ინფორმირების მიწოდების სტანდარტი, ეს ეტიკეტზე მაგალითად თუ კიდე ბროწეულის წვენს და მას აკპირობითად ვაშლის წვენი შერეული, უნდა თქვა რომ ეს არის ბროწეული ვაშლი და არა ბროწეული და ხოთ შორის ჩვენი გადაწყვეტილების მერე მთელი ესეთი პარტია იქნა ამოღებული და ეტიკეტი იქნა შეცვლილი აღნიშნულ შემთხვევაზე ეს მომხმარებელი მომეიტანა ეგ თემა ჩვენ მონიტორინგს თემებს არ უკეთებთ ყველა თემა ჩვენთან მოაქვს მომხმარებელს და ამიტომ ყოველთვის მოუწოდებთ მომხმარებლებს რომ იყვნენ აქტიურები თუ მომხმარებელი აქტიურია ჩვენც ვართ უფრო ქმედითები და ამიტომ ბოლოსაც ვიტყვი ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რომ რეგიონებში თბილისში დაინტერესებული ჯგუფებთან სულ კონდეს აქტიური კომუნიკაცია და მოუყვეთ რომ აი თუ თქვენ საკითხს მოიტანთ საკითხი იქნება შესაბამისად შეფასებული. ფასტაკლების განცხადების დროს ფასის მითითების სტანდარტი მაგალითისთვის გეტყვით, ესეც მოქალაქეებისთვის ძალიან საინტერესოა. მაღაზიაში მაგალითად ცხადდება 70%-იანი ფასტაკლება. ფასტაკლებამდე იცოდით, რომ ნივთი ღირდა 100 ლარი, 70%-იანი ფასტაკლების მერე უნდა ღირდეს 30 ლარი, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ ღირს 60 ლარი. ესე იგი, ფასტაკლება დაიწყეს უფრო მაღალი ფასიდან, მაგალითად, ვიდრე ეს რეალურად იყო და ეს თანსაცმლის მაღაზიებს ეხება ძირითადად. ჩვენ აქ გამოვრიცხეთ კვების პროდუქტები და რაღაც თემები, იმიტომ რომ ეს ხშირად ცვალებადი ნაწილია, ამიტომ ფასის დაწესება უფრო სწორად აი სწრაფად ბრუნვა პროდუქტებზე უფრო რთულია, მაგრამ თუ 200 ლარს ზემოთ ეხება ნივთის საქმე, ასეთ შემთხვევაში სამი ფასის მითითება აუცილებელი, ერთი ფასტაკლებამდე ფასი, მეორე ფასტაკლებული ფასი და მესამე ბოლო ერთი თვის მანძილზე რა იყო ბოლო ფასი. თუ ეს მოაქვს ჩვენამდე მომხმარებელს, როგორც პრობლემის სახით, ჩვენ მერე ვიღებთ გადაწყვეტილებას და უგზავნით მთლიანად სექტორს. თუმცა შემდგომ მონიტორინგ ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვაკეთებთ, ეს ფუნქცია კანონმდებლობით არ აგვაქვს. ეხლა დღესაც შეიძლება სადღაც მსგავსი რამე ხდება, ამიტომ მომხმარებლის აქტივობა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გითხრას, რომ აი მეგობრებო, ეს არის დარღვევა და რეაგირება გააკეთეთ ამ მიმართულებით და თუ ასეთი შემთხვევები მოდის, ბუნებრივია მერე ამაზე შესაბამის რეაგირებას ვახდენთ. კვების ობიექტებში მენიუში ფასის მითითების სტანდარტი აი როდესაც კერძის ფასი, დღგ-ის ფასი, საკომისიოს ფასი ცალ-ცალკე იყო, ეს უნდა იყოს ერთიანად და მე როგორც მომხმარებელს ჩეკი უნდა მომდიოდეს ერთიანი და არა მერე დამატებითი ხარჯების გაწევა უნდა მიხდებოდეს. სხვა შორის ძალიან ბევრმა ობიექტმა გაასწორა ეს მიმართულება და დღეს აი თვითონ ჩვენთაგანი თუ შევალთ სადმე და დავნახავთ რომ ეს ესე არ არის, შეგვიძლია მათ მოუთხოვოთ ამ სტანდარტის დაცვა როგორც მომხმარებლებმა. ასევე წესების და პირობების ცვლილებასთან დაკავშირებული მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების სტანდარტი, ეს кейსი უკვე მოვკლევი. საქონლის შეკეთება შეცვლისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ვადა და სოციალურ ქსელებში ფასის მითითების სტანდარტი. ეს არის სტანდარტები, რომელიც და გაიდლაინები, რომელიც ჩვენ მიერ არის მიღებული, რაც შეეხება ადვოკატირებას და ცნობიერების ამაღლებას. ამ მიმართულებით აი წლის მანძილზე არაერთ შეხვედრა კეთდება სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის
ისევ როგორც კონკურენცია, ასევე მომხმარებელთა უფლებები არის დელეგირებული, დაზღვევას ხავს თავისი აღმასრულებელი, საფინანსო სექტორს თავისი, ენერგეტიკას თავისი, კომუნიკაციებს თავისი. ჩვენ ერთობლივად ყოველ გაზაფხულზე პრაქტიკულად საქართველოს ბევრ რეგიონში ვაკეთებთ შეხვედრებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და მხარეებთან და სხვა შორის საქართველოს პარლამენტის ჩართულობა ძალიან აქტიურია ამ ნაწილში, მაჟორიტარები, ასევე სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფები ყოველთვის ხარს გვიჭერენ და მომხმარებელს უყვებით რა ამ ინფორმაციას ვაწვდით ამ პრობლემატიკის შესახებ. ეს ძალიან კარგი საკითხია, რომელსაც აი ყოველწლიურად პრაქტიკულად ერთობლივად ვაკეთებთ. თუ გაქვთ ხოლმე მაგალითად რამე სახელმძღვანელოები ან ბროშურები სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, როგორც ვიცი ატარებთ ხო შეხვედრებთ მათთან და მაინტერესებს თუ არიგებთ ხოლმე რაღაც გამარტივებულ მათთვის ბროშურებს, რომ უფრო მარტივი გასაგები იყოს მათთვის ეს პარამ ამ თემასთან დაკავშირებით. კი, ბროშურები გვაქვს, უფრო მეტიც მარტო, სადაც მარტივად არის აღწერილი ის ძირითადი საკითხები, ახლა რაზეც მე ვუყვები და რა დროს რა უნდა გააკეთონ რეაგირება. შუშუმი პირებისთვის გვაქვს სპეციალურად ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელო და განათლების სამინისტროსთან ერთად წელს დავიწყეთ უნივერსიტეტებში და სკოლის უფროს კლასელებში საინფორმაციო კამპანია კონკურენციაზე და მომხმარებელთა უფლებებზე. წელს დაახლოებით 50-მდე სკოლაში წლის ბოლომდე უკვე ვიქნებით მისულები და მომავალ წელსაც დაახლოებით ამოცულობას ვგეგმავთ და აქაც დიდი სიამოვნებით ჩვენ მზადავართ რომ გაერთიანებული ძალებით ძალიან გვაქვს ეს ბავშვებისთვის სპეციალურად მარტივად და გასაგებ ენაზე წარმოებული პრეზენტაციები, ბროშურებიც, რაც შეგვიძლია გავაზიაროთ, კიდე მეტი დავუბეჭდოთ თუ ამის მეტი მოთხოვნა იქნება და მე ვფიქრობ რომ აი განსაკუთრებით აი რეგიონებში პარლამენტის წევრებთან ერთად და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ეს მნიშვნელოვანია რომ მივიდეთ მათთან. გარდა ამისა ეს ტელევიზიებს მინდა მადლობა გადაუხადო, გვაქვს სოციალური საინფორმაციო კლიპი, რომელსაც აი წელიწადში ორჯერ, როგორც მომხმარებლებზე, ასევე კონკურენციაზე, ყველა ტელევიზია პრაქტიკულად აი ყოველგვარი საფასურის გარეშე ამას გვიკეთებს და ამ პერიოდში გვაქვს ძალიან ესე ვთქვათ მოთხოვნების ზრდა, იმიტომ რომ ბევრი განცხადი შემოდის ამ დროს. გვაქვს ასევე სხვადასხვა მედია პლატფორმებზე მუდმივად პერმანენტული ჩანართები, სადაც ჩვენი кейსის წარმოებლები აკეთებენ ახსნას სხვადასხვა საკითხების და აი ეს მოცვა მეტნაკლებად გვაქვს. თუმცა რა ვფიქრობთ რომ მეტი ამ კუთხით საჭირო და მზადავართ რომ მოკლედ ყველა ესეთ აქტივობაში ვიყოთ წარმოდგენილები. აუცილებლად მინდა შევეხო საერთაშორისო მიმართულებით წარმატებებს ამ მიმართულებითაც და მე თქვენს ნებართ ორ სიტყვას ვიტყვი გამოწვევებზე ორივე მიმართულებით. ჩვენ ვართ წევრი, არის ესეთი გაერთიანება მსოფლიოში ICPN, რომელიც არის 90-მდე ქვეყნის გაერთიანება, ვისაც გააჩნია მომხმარებელთა უფლებების კუთხით აღსრულება და აქ არიან წარმოდგენილი ეს ევროპაში შექმნილი ორგანიზაცია და დღეს მოიცავს ძალიან ბევრ ქვეყანას, მათ შორის ჩვენ 2023 წელს გავხდით პარტნიორი, ეხლა უკვე ვართ სრული წევრები ამ ორგანიზაციის და შარშან ჩვენ მოვიპოვეთ ამ ორგანიზაციის როგორც პრეზიდენტი უწყების სტატუსი. ანუ მოდელი შემდეგნაირია, იქ მართვის ყოველ წელს ამ უწყებას ყავს ერთი პრეზიდენტი ქვეყანა და უწყება, რომელიც მასპინძლობს თავ ქვეყანაში დიდ საერთაშორისო კონფერენციას, სადაც ეს ქვეყნები არიან წარმოდგენილი და ასევე აქტიურად მონაწილეობს მომხმარებელთა უფლებების გლობალური სტანდარტების შემუშავებაში და გავრცელებაში, იმიტომ რომ ჩვენს გადაწყვეტილებებში ძირთადად ვეყნობით საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და ის რაც მაგალითად უკვე აი ესეთი ტიპის ბაზრებზე წარმატებულად და მომხმარებლისთვის სასარგებლოდ ითვლება. ამიტომ მომავალი წლის 1 ივლისიდან ჩვენ უკვე უწყება უკვე ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი უწყებაა და ბატონ ლევან აი ჩვენ დიდი ალბათ სექტემბერში პირველი დიდი ღონისძიება გვექნება და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია რომ ჩვენი გადაწყვეტილებები გავაცნოთ ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, მივიღოთ მათგან შესაბამისი რეკომენდაციებიც და ასევე ადგილობრივ საზოგადოებას ვაჩვენოთ თუ რა არის მთავარი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ციფრული ბაზრები და ეს ინტერნეტიზაცია და ვაჭრობა ინტერნეტში აი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი წამყვანი და დიდი სფეროა. მოკლედ რამე ხوار დამრჩა ისეთი რომელიც ხო აუცილებლად უნდა ვთქვა
მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია 2024-2027 წელი, სადაც 6 უწყება ვართ წარმოდგენილი, მათ შორის სურსათის ეროვნული სააგენტოც, საქართველოს მთავრობამ მოიწონა ჩვენი ეს ერთობლივი სტრატეგია და მისი ორი მთავარი მიზანი აქვს. ერთი კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწა გაუმჯობესება და ინფორმირების სტანდარტის ამაღლება და ამ სტრატეგიის ფარგლებში უკვე შეიძლება ითქვას, რომ ერთი წელია ძალიან აქტიურად 6-ვე უწყება რეგიონებში, რაც ვახსენე, მოძრაობთ და სხვადასხვა ქალაქებში შეხვედრებს ვატარებთ. ხო, ჯილდოზე ეს რო არ ვთქვა, ალბათ ბატონი სერგო და დეპარტამენტი ძალიან გამიბრაზდება. ისე როგორც კონკურენციაში ამ ICPN-ის ამ სოფლიო ბანკის ერთობლივი კონკურსის შედეგად ჩვენი გადაწყვეტილებები ორჯერ იქნა საუკეთესოდ დასახელებული. ერთი ის кейსი, რაც მოვყევი, რაც გულისხმობდა ტრანსპორტირებისას თანხის გადახდას და ამ кейსის გადაჭრას, როგორც დიდი სარგებლის მომტანი მოქალაქეებისთვის, სოფლიო ბანკმა შეაფასა საუკეთესოდ და წელს შეაფასა საუკეთესოდ ჩვენი სტრატეგია, სკოლებში კამპანიები და საინფორმაციო კამპანიების მაღალი სტანდარტი. ამიტომ ორჯერ სოფლიო ბანკის, ესე ვთქვათ, საუკეთესო აღიარება მოიპოვა ჩვენმა აღსრულების პოლიტიკამ. ანუ რა მინდა ვთქვა, ამას რატო ვყვები, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გავაგზავნეთ და მომხდარიყო გაფართოების ანგარიშში. სამწუხაროდ, არც ეს პრეზიდენტობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინტეგრაციის გზაზე, მე არ ვიცი, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს, ეს აღიარებები, ეს кейსები, მხოლოდ ნაწილობრივ არის ასახული ამ გაფართოების ანგარიშში და სამწუხაროა რა, რომ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა ქვეყნის და ძალიან კაი ურთიერთობა გვაქვს ყველასთან და დავიცავ კოლეგიალობას, ქულის მომატების საფუძველი გახდა იმ ქვეყანაში ცხელი ხაზის შემოღება, ანუ ცხელი ხაზი გააკეთეს. ოღონდ პასუხობენ თუ არა ამ ცხელ ხაზს, ამაზე არანაირი სტატისტიკა არ არის და რამდენს პასუხობენ საერთოდ და ეს ქულა მოუმატეს ამაში და ჩვენ ეს რაღაც მოვყევი კიდე არასრულად. ეს ყველაფერი გაგზავნილია. რა გარკვეული ნაწილი ასახულია, მაგრამ შეფასებაში კი ვიცით, რომ როგორი ნაწილი გვაქვს ამ ამბავში. ამიტომ კიდევ ერთხელ ამბობ, რომ რატომ მოვყევი ამდენ რაღაც ჩვენ მომქალაქეებმა მინდა იცოდნენ, რომ რეალურად რაც კეთდება, აი შეფასებაში რბილად რო თქვა მინიმუმ არასამართლიანია ეს შეფასებები და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას, რომელთანაც უცვლით ხოლმე ამ ინფორმაციას, აი მართლა შევეჯიბრებით, რომ აი რა გვაქვს კანონმდებლობაში, რა გვაქვს აღსრულებაში და რა გვაქვს ინფორმირების სტანდარტში. ეხლა რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს კონკურენციაში 25% რა არის? ეს არის ერთ-ერთი ესეთი მთავარი მიმართულება, რომელსაც ევროკავშირი უყურებს ძალიან აქტიურად. ეს არის სახელმწიფო დახმარებების კონტროლი, რომელიც გულისხმობს შემდეგს, რომ ჩვენს მიერ უნდა იქნას შეფასებული, თუ ხდება სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო დახმარებები, ეს როგორ გავლენას ახდენს კონკურენტულ გარემოს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, სამუშაო გაწეული გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, არსებობს დღის წესრიგიც და რადგან 2030 წელია ის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა სრულად ჰარმონიზირებული უნდა ვიყოთ, აბსოლუტურად ეტაპებად, ძალიან ისე რომ ამან რეალურად არ მოახდინოს არასასურველი გავლენა გარემოს და ეს იყოს ესე ვთქვათ ინფორმირებულობა შესაბამის ინფორმირებით და მაღალი სტანდარტით შემოტანილი, ეს გეგმა გაწერილი არსებობს. ამიტომ ერთ-ერთი ეს ნაწილია, სადაც რომელიც ესე ვთქვათ და ეს აღნიშნულია კიდევაც გაფართოების ანგარიში, რასაც რა თქმა უნდა ჩვენ ვამბობთ და ვეთანხმებით, რომ კი ბატონო, ეს ნაწილი არის ის, რაც ჯერჯერობით არასრულად არის წარმოდგენილი ჩვენს კანონმდებლობაში და რასაც ჭირდება გაუმჯობესება. რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებების ნაწილს, აქ რამდენიმე რეგულაციაა, რომელთანაც გვჭირდება ესე ვთქვათ დაახლოება, ერთ-ერთი ალბათ ყველაზე საჩქარო რაც არის ეს რეკლამასთან დაკავშირებული საკითხებია, ანუ რეკლამის კეთილსინდისიერებაზე, ანუ რეკლამაში არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის აღმოფხვრვის მექანიზმებს ეხება აღნიშნული რეგულაცია და არის ასევე ორი დირექტივა, რომელიც უბრალოდ დროში არ იჩქარეს და 2030 წლამდეა განსახორციელებელი. ჩვენ მზადავართ, რომ როგორც ერთ ასე მეორე ნაწილში კომიტეტთან ერთად ვიმუშაოთ და აბსოლუტურად აი ჩვენ ქვეყნის სპეციფიკაზე მორგებულად, ისე რომ ამ დღის წესრიგში ჩავჯდეთ, მაქსიმალურად ესე ვთქვათ გავაზიაროთ მათ შორის აი ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილება, რომელსაც ეს ერთბაშად და ხელაღებით არაფერი არ მიუღიათ. პოლონეთის მაგალითად შემიძლია მოვიყვანო და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის, რომლებიც დროში გაწერეს და ზოგიერთ დღესაც ესე რომ ვთქვათ, წინა აქვს მისაღები გარკვეული რეგულაციები. ამიტომ აი ეს ნაწილები არის, ამას დეტალურად შემიძლია რომ შემდგომ სამუშაო ფორმატში გავაგრძელოთ ესე ვთქვათ კომუნიკაცია და კოორდინაცია. დიდი მადლობა. თუ ბევრი დრო წავიღე, იმიტომ რომ მინდოდა ყველაფერი მომეყოლა. პრინციპში მართ თქვენი საუბარი იყო, კითხვებიც იყო და ამიტომ საინტერესო იყო. ამ ხრივ ჯობდა თქვენი საუბრის პარალელურად რომ თან კითხვები წამოსულიყო, მასე ჯობდა ალბათ უფრო ის იქნებოდა. დამატებითი კითხვები ხო არ გაქვს ახლა თქვენ?
მადლობთ ბატონო ირაკლი თქვენს და თქვენს გუნდსაც პრინციპში სხვა უწყებებთან ერთად კი თქვენ ატარებთ ხოლმე კონფერენციას და მეც მაქვს ხოლმე პატივი რომ დავესწრო ხოლმე მონაწილეობა მივიღო არ არის მარტივი პროცესი გასაგებია მით უმეტეს როცა განსაკუთრებით მომხმარებელთა უფლებებზეა საუბარი აქ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სახელმწიფო რაც თქვენ ახსენეთ აქტიური მომხმარებელი და ამ ხრივ თქვარი გარდაქმნის პროცესშია სახელმწიფო ძალიან საზოგადოებაც ხო და რაც უფრო აქტიური იქნება მოქალაქე ამ ხრივ ჩართული იქნება პრინციპში უფრო დაჩქარდება კიდეც ამ მიმართულებით ახალი სტანდარტების დანერგვა. აქვე თქვენ ახსენეთ ახალი რეგულაციები და დირექტივები სადვართ გავიაროთ, განვიხილოთ მარტო ჩვენი კომიტეტი არა სხვა სექტორული კომიტეტებიც და შევხედოთ რამდენად ამ მომენტში ღირს ამ რეგულაციების გადმოტანა, არ ვიცი, შემდეგ წელს ჯობია იმ ფორმით, ამ ფორმით, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ მაინც ჩდებოდეს ერთის მხრივ ევროკავშირის სტანდარტებში, მაგრამ მეორეს მხრივ, რასაც ყოველთვის ვამბობ ხოლმე, იყოს სასურვ მისაღები საქართველოს მოქალაქეებისთვის და სასარგებლო. რაც შეეხება უსამართლოს შეფასებას, კეთილი იყოს თქვენი მომზადება პოლიტიკაში, რას ვისახთ ასეთი ეს პოლიტიკა, მაგრამ შეჯიბრებაც ახსენეთ, არავისთან შესაჯიბრებელი ჩვენ არ გვაქვს. ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს, თავისი უნიკალური გზა აქვს, თავისი გამოწვევები აქვს, თავისი შესაძლებლობები აქვს. ამიტომ ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, ჩვენი საქმე გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ უპირველესად ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი. ეს თუ თან ამავე დროს დაეხმარება ჩვენს ევროპული ინტეგრაციის გზას, ხომ თლათ უკეთესი თუ არა და იმის გამო რომ დღეს ზოგიერთებს აქვს გადაწყვეტილი ურთიერთობების გაყინვა, ამის გამო არ უნდა დაზიანდეს ის საუკეთესო ინტერესები, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვს. ამიტომ ამ ხრივ ზოგადი შეფასებისთვის და იმის დასანახად, რომ თქვა სადგას ქვეყანა, კი ბატონო, შეიძლება შევედაროთ ხოლმე სხვა ქვეყნებს სტატისტიკისთვის თუნდაც, მაგრამ ყველას თავისი გზა აქვს, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით. დიდი მადლობა, სხვა კომენტარები ან კითხვები თუ არ გაქვთ? აბა გისმენთ. მადლობა, მინდა გადაგიხადოთ ბატონ ლევან ამ შესაძლებლობისთვის ყველა კომიტეტის წევრს და აუცილებლად ჩვენ გუნდს მინდა მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ეს რაც აქ არის, ეს ამ გუნდის გაკეთებულია, ასე რგვარი მოხარებელთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგო სანიძე, სალომე კავთარძე იუდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც ამ სამართლებრივ ჩარჩოზე მუშაობენ და მადლობა მთელ გუნდს, რომ ეს мотивация არის მაქსიმალური გუნდში, რომ აი რაღაცა აი შედეგები იყოს უფრო მეტი და მადლობა თქვენ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. კი, ჩვენ აქ აქტიურად თანამშრომლობთ სამუშაო დონეზეც, რაც რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. და დავჭერთ ხაზზე მოკლედ შემდგომ მოხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი კანონი იყო, ერთგვარი გარდამტეხი მომენტი ამ მიმართულებით, მაგრამ სხვა ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი თუნდაც აღსრულების ნაწილში, ამიტომ გრძელი, ზოგჯერ მტკივნეული გზა კიდევ წინ გვაქვს და ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე რთული იქნება ამ გზის გავლა. ასე რომ დიდი მადლობა. გთხოვთ უბრალოდ კომიტეტის წევრებს ცნობად მივიღოთ ეს ანგარიში კენჭისყრის გზით. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. მადლობა.